გამარჯობა, დღეს 4 შაბათია და იმერვიზიის ეთერშია გადაცემა მთავარი თემა. ქალაქი და თეატრი ჭიათურაში თითქმის ერთდროულად დაარსდა, მას შემდეგ აგერ უკვე საუკუნეზე მეტია აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე უამრავი დასამახსოვრებელი სპექტაკლი დაიდგა. ყველა მათგანმა კი საკუთარი სიტყვა თქვა თეატრის ისტორიაში. დიახ, დღეს ჩვენი მთავარი თემა თეატრია და წარმოგიდგენთ გადაცემის სტუმარს, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრის დირექტორი ნანა წერეთელი. მოგესალმებით ქალბატონო ნანა, მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის, რომ მობრძანდით დღეს სტუდიაში და მინდა გკითხოთ პირველ რიგში, როგორი იყო გასული 2016 წელი თეატრისთვის, რით იყო ეს წელი მნიშვნელოვანი და რა მისცა თეატრს გასულმა წელმა? მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. უღრმეს მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის. მინდა მოგილოცოთ გაზაფხულის დასაწყისი და ძალიან ბედნიერი და წარმატებული ყოფილიყოს ყველა დღე, რომელიც წინ გველოდება. ჩვენც გილოცავთ, დიდი მადლობა. აჩეხება 2016 წელს გამოგიტყდებით ინგა და ძალიან მიხარია ხოლმე როცა ამ თემაზე ვსაუბრობ, იმიტომ რომ 2016 წელი ძალიან განსაკუთრებულად სასიამოვნო და ძალიან წარმატებული წელი აღმოჩნდა ჩვენი თეატრისათვის, ბევრი თვალსაზრისით. დავიწყებ იმით, რომ წელი დაიწყო გასული წელი მოგესალმებით 14 იანვარი თეატრის იუბილეს აღნიშნვით და ასევე ქართული თეატრის დღის აღნიშნვით ჩვენს თეატრში. უამრავი სტუმრა ჩვენს ქალაქს ნამდვილად ესე იყო და ძალიან საინტერესო და ესეთი საღამო გაიმართა, რომელიც ალბათ დიდხანს დაამახსოვრდება ჩვენს თანაქალაქელებს, ჩვენს მაყურებელს. და რაც ძალიან მნიშვნელოვანი მგონია იმ მოწვეულმა სტუმრებმა, რომლებიც საკმაოდ ბევრი გახდნენ, მოისმინეს და გაიგეს ჭიათურის თეატრის ისტორიის შესახებ, თუ ვინმემ ამის შესახებ არ იცოდა და მათ ძალიან კარგად გააცნობიერეს, რამდენად მნიშვნელოვანი თეატრალური კერა გვაქვს იმერეთში და კერძოდ ჩვენს ქალაქში ზოგადად და მე სულ მახსენდება მათი შეფასებები და მახსენდება მათი ესეთ აღფრთოვანება ჩვენი თეატრის ისტორიით. მოგახსენდება ძალიან საინტერესო გამოფენებიც მოეწყო იმავე დღეს და აი ეს გამოფენები, რომელშიც ზუსტად არის ძალიან კარგად არის ასახული, ცლად არის ასახული თეატრის ისტორია, ძალიან ნათლად წარმოაჩენდა სწორედ თეატრის ცხოვრებას მთელი მე-20 საუკუნის და 21 საუკუნის განმავლობაში. შემდეგ იყო უკვე პრემიერები. დიახ, ძალიან საინტერესო და ძალიან კარგი პრემიერები შემიძლია ვთქვა. პირველი სპექტაკლი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ბატონმა მამუკა ცერცვაძემ განახორციელა და ეს გახდა თიაშუა სობოლის გახმაურებული პიესა გეტო. სპექტაკლი თამამად შეიძლება ითქვას, რომ ძალიან საინტერესო სპექტაკლი შედგა, რომელმაც იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე გრან-პრი მოიპოვა, თქვენ იცით ამის შესახებ და რამდენიმე მსახიობმა იქ მონაწილეთაგან ძალიან გამორჩეული სახეები შექმნეს, მათ პრემიებიც აიღეს, მოგახსენებათ მათ შორის გიორგი ჩაჩანიძემ, სოფოლე თოდიანმა და სხვებმა, რომლებმაც ძალიან კარგად გაართვეს თავი, ასე ვთქვათ, ამ ურთულეს პიესაში, ურთულეს სპექტაკლში მონაწილეობას. ქალბატონო ნანა, ძალიან საინტერესოა თეატრი როგორ ცხოვრობს პრემიერიდან პრემიერამდე. ბოლო წლებში რამდენიმე სწორედ ისეთივე წარმატებული სპექტაკლი და პრემიერა აჩვენა ჭიათურის თეატრმა, როგორიც იყო გეტო, მაგრამ საინტერესოა პრემიერიდან პრემიერამდე რით და როგორ ცხოვრობს თეატრი. რა თქმა უნდა, თეატრის ცხოვრება არის მუდმივი ძიება, მუდმივი დაძაბული შრომა იმისათვის, რომ ის პრემიერა, რომელსაც ამზადებს თეატრი, მორიგი პრემიერა, იყოს წარმატებული, იყოს განსხვავებული, იყოს ახალი სიტყვა თეატრის ცხოვრებაში. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, ჩვენ ყოველკვირეულად სპექტაკლებს ვაჩვენებთ და უკვე დადგმულ სპექტაკლებს, მათ შორის არის ისეთი პოპულარული სპექტაკლები, რომელზეც მოთხოვნა ყოველთვის არის მაყურებლის მხრიდან, ჩვენ ამასაც ვითვალისწინებთ. მუდმივი მონიტორინგი გვაქვს მაყურებლების მხრიდან, რომ შევარჩიოთ და განსაზღვროთ რა ჭირდებათ მაყურებელს. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენს თეატრს ყოველთვის ჰქონდა აღებული გეზი იმისკენ, რომ რაც შეიძლება მრავალფეროვანი რეპერტუარი შექმნილიყო თეატრში. მოგეხსენებათ, ზემო იმერეთში ეს ერთი თეატრია და თეატრის ცხოვრება უნდა იყოს, რაც შეიძლება სხვადასხვა ასაკისა და სხვადასხვა გემოვნების მაყურებელზე გათვლილი. ამიტომაც
ჩვენ ყოველწლიურად ახალ საბავშვო სპექტაკლს ვდგავთ თანამედროვე დრამატურგიას, ვდგავთ კლასიკას და მე მართლა მახარებს ის ფაქტი, რომ ყველა ეს სპექტაკლი, რომელიც იქნება ჭიათურის თეატრში, შემოქმედებითად, მხატვრულად ძალიან გამართული ნაწარმოებებია. გარდა ამ მნიშვნელოვანი და წარმატებული მოვლენებისა, თეატრის ცხოვრებაში გასულ წელს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. სცენა შეიცვალა მთლიანად და გარემონტდა და ეს სცენა სწორედ ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კარგი სპექტაკლები დაიდგას, კარგად ითამაშოს მსახიობმა. დიახ, აი წეგან რომ ვახსენე, ზუსტად 14 იანვარს სხვა სტუმართა შორის ბრძანდებოდა საქართველოს კულტურის მინისტრი ბატონი მიხეილ გიორგაძე და სწორედ ჭიათურის თეატრის სცენაზე განაცხადა, მან სცენიდან განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრო დააფინანსებდა აუცილებლად თეატრის სცენის რეაბილიტაციას. რა თქმა უნდა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ჩართულობით და მათი მონაწილეობით. აი ზუსტად ერთი წლის თავზე სცენა ჩვენ უკვე განახლებული გვაქვს. ნამდვილად გასახარიდი ფაქტია, ნამდვილად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან ავარიული მდგომარეობა იყო, იმდენად უკვე აუტანელი სიტუაცია იყო და ძალიან ისეთ წარმატებით გადაიჭრა მოკლე ვადაში ეს ყველაფერი და დღეს უკვე ჩვენ შეგვიძლია გამართულ სცენაზე გამართულ წარმოდგენები. ასევე კიდევ ერთ ცვლილების შესახებ მინდა გკითხოთ, ეს ცვლილება წელს შევიდა ძალაში და დაფინანსების წესს ეხება. აქ რა შეიცვალა, ქალბატონო ნანა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია დაფინანსების საკითხი, რადგან სწორედ ფინანსები წყვეტს იმას, თუ როგორი გამოვა შემდეგ სპექტაკლი. კი ბატონო, 2017 წლის იანვრიდან შეიცვალა ყველა რეგიონული სახელმწიფო თეატრების დაფინანსების წესი. მოგეხსენებათ, ეს თეატრები, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირები, დაფუძნებული გახლდათ საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ, მხოლოდ ყველა მათგანი აი წლების განმავლობაში დაფინანსებას იღებდა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან. სწორედ 2017 წელს განხორციელდა, ასე ვთქვათ, ერთგვარი შესაბამისობა საკანონმდებლო ბაზასთან და კულტურის სამინისტრომ აიღო თავის თავზე ყველა თეატრის დაფინანსება. ეს გულისხმობს იმას, რომ ამჟამად თეატრები მხოლოდ და მხოლოდ კულტურის სამინისტროს მიერ ფინანსდებიან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ჯერჯერობით, ასე ვთქვათ, არანაირ დაფინანსებას არ გამოყოფენ. თუმცა მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და გამოთქვა რწმენას, რომ ეს ასე არ იქნება და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ლოგიკურადაც აბა დამეთანხმებით ინგა, რომ ასე უნდა მოხდეს, არ შეიძლება, ხა ჭიათურაში იქნება თეატრი, ფოთში იქნება, ახალციხეში თუ სადმე ადგილობრივი მუნიციპალიტეტმა საერთოდ არანაირი სახსარი არ გამოყოს ამ თეატრებისთვის. ამიტომ ეხლა რომ მიტყვიან ჯერი ჩვენს მუნიციპალიტეტზეა, განსაკუთრებით საკრებულოს იმედი მაქვს, იმიტომ რომ ჩვენ წარვადგინეთ უკვე მცირედ დაფინანსებაზე წინადადება ჩვენს საკრებულოში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი გულისხმიერებით, ჩვეული გულისხმიერებით განიხილავენ ამ საკითხს და ჭიათურის სახელმწიფო თეატრს ჭიათურის ბიუჯეტიდან აუცილებლად გაუჩნდება დაფინანსების წყარო. ეს იმას ნიშნავს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თეატრისთვის ეს დაფინანსება, რადგან დაფინანსება თუ არ იქნება იმდენი, რამდენიც საჭიროა, ეს უკვე აისახება შემდეგ თეატრის ცხოვრებაზე. გასაკვირველია, ყველა დროში საერთოდ მოგეხსენებათ, რომ თეატრების დაფინანსება არ არის მარტივი საკითხი. ბევრჯერ გვისაუბრია ინგა თქვენთანაც ამ თემაზე და იცით, რომ თუ არ არის ხელისუფლება დაინტერესებული იმით, რომ დრამატულმა თეატრმა იმ ქალაქში, იმ ქვეყანაში იარსებოს, ისე თეატრებს ყველგან გაუჭირდებათ ფუნქციონირება. ეს უბრალოდ ესეთი ანბანური ჭეშმარიტებაა და აი დიდ ქალაქებშიც, დიდ სახელმწიფოებშიც ხელისუფლება ყოველთვის გამოყოფს, ასე ვთქვათ, სპეციალურ სახსრებს, სპეციალური ფონდებიც არის შექმნილი და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი საშუალება იმისათვის, რომ თეატრმა ღირსეულად იარსებოს. იმიტომ რომ კარგად არ აქვს გაცნობიერებული, რას ნიშნავს ამა თუ იმ ერისთვის და საზოგადოებისთვის დრამატული თეატრის კარგად ფუნქციონირება. ახლა არ არის დასამალი და პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ყველა ერს და ყველა ქვეყანას არ აქვს ამის
ფუფუნება, ისევე როგორც ყველა პატარა ქალაქს არა აქვს იმის ფუფუნება დრამატული თეატრი გქონდეს. ამიტომ ჩვენ ხშირად არც ვუფიქრდებით, მართლა რამხელა განძი და სიმდიდრე გვაქვს ამ თეატრის სახით, იცით? როგორ ინახავს ეს თეატრი ისტორიას, კულტურულ ტრადიციებს, რამდენად შეუძლია მას საზოგადოებაზე ძალიან დადებითი და კეთილისმყოფელი გავლენა მოახდინოს, რამდენად გაუჭირდა ჩვენს ახალგაზრდობას მაშინ, როდესაც თეატრმა რაღაც მოვლენების გამო ვერ შეძლო ისე ფუნქციონირება 90-იან წლებში და ჩვენ ამის დაკარგული თაობა მივიღეთ. მთელი 10 წლის განმავლობაში დაკარგული თაობა და ის საზოგადოება, რომელიც წლების განმავლობაში ზემო იმერეთში ჩამოყალიბდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ რომელმაც შემდეგ ქართული საზოგადოება ზოგადად ქვეყანაში შექმნა, სწორედ თეატრებში ყალიბდებოდა და მათ შორის ჩვენს ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფო თეატრში. ამიტომ მიცით რა, მე სულ ამაზე ვსაუბრობ და მინდა ყველას ეს კარგად გავაგებირო, გააცნობიერონ. იცით, არაფერი არ არის მუდმივი და მარადიული მართლა ხელოვნებაა და როცა გვარგუნებს ბედი და განგება იმას, რომ ამა თუ იმ დროში, რაღაც გარკვეულ დროის მონაკვეთში ჩვენ გვაქვს იმის უფლება, რომ დავაფინანსოთ ან ხელი შევუწყოთ განვითარებას ხელოვნებისა, კულტურისა და ამ შემთხვევაში თეატრზე მაქვს საუბარი, აუცილებლად მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში აი ჩვენს მიერ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს და განგებამ, ბედმა, რამხელა, ასე ვთქვათ, საჩუქარი მოგცა იმისათვის, რომ ჩვენი სახელი თუნდაც ჩავწეროთ ისტორიაში, იცით? ყველაფერი წარმავალია, ცნობილი ფრაზა ახლა მე. მხოლოდ კულტურა ამარადია. გეთანხმებით. დაკარგული თაობა ახსენეთ თქვენ და ალბათ ამ გადაცემაში ვერაუვლით გვერდს იმ საკითხს, როდესაც თქვენი დიდი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა რამდენიმე წლის უკან, რომ 10 ახალგაზრდა მსახიობის სწავლა დააფინანსა მაშინდელმა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა და ესენი სწორედ ის ახალგაზრდები არიან, რომლებიც შემდეგ უკვე დაბრუნდნენ თეატრში და მოხდა თაობის ცვლა. ძალიან სასიამოვნო თემაა ხოლმე ესეც, ვიცით, ინგა ყოველთვის გვსიამოვნებს ჩვენ ამ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ ერთ-ერთი პირველი ჭიათურის თეატრი იყო, რომელმაც მართლა გადადგა ძალიან მძიმე დროს ის ნაბიჯი და 2004 წელი იყო თუ არ ვცდები, როდესაც პირველი ჯგუფი ჩამოყალიბდა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში 10 ახალგაზრდა მსახიობი მომზადდა მაშინ ჭიათურის თეატრისთვის, ყველა მათგანი მაშინ დაბრუნდა, ჩამოვიდა წლების განმავლობაში თანამშრომლეს ჩვენს თეატრთან, დღესაც აგრძელებს ძალიან დიდი ნაწილი მათი, რომლებიც უკვე ჩამოყალიბდნენ ძალიან წარმატებულ მსახიობებად და გვიხარია და გვიამაყება ეს ყველაფერი. ბევრმა მათგანმა უკვე დიდ წარმატებებს მიაღწია, სხვადასხვა პრემიების და ჯილდოების ლაურეატები არიან და ძალიან გვახარებს, რა თქმა უნდა, ეს. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აუცილებელია მუდმივი განახლება თეატრის და უკვე დიდი დრო გავიდა უკვე ძალიან და სამწუხარო ერთი ფაქტი, რომ სამწუხაროდ ეხლა უკვე თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს ამის უფლება აღარ აქვს, რომ მან მიზნობრივი ჯგუფი გაზარდოს ამა თუ იმ თეატრისათვის. ამიტომ ამ თემაზედაც ალბათ ეხლა მოგვიწევს სხვადასხვა ინსტანციებთან თანამშრომლობა და მუშაობა, რომ როგორმენაირად ასე ვთქვათ, ახალი ჯგუფი მოვამზადოთ, რამდენიმე მსახიობი კიდევ გაიზარდოს ჭიათურის თეატრისათვის და ეს პერმანენტულად უნდა მოხდეს რამდენიმე წელიწადში ერთხელ მაინც. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო და წარმატებებით დატვირთული 2016 წელი ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრისთვის უკვე თეატრალურ ფესტივალებზე. დეტალურად რომ მოგვითხროთ, რა წარმატებებს მიაღწია ჩვენმა თეატრმა ფესტივალებზე, რომელიც 2016 წელს გაიმართა. ბევრი სირთულის მიუხედავად, მე მაინც რაღაც ოპტიმისტური სამაქვს განწყობა ყოველთვის და შემიძლია ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, თუ 14 და 15 წლის წინ საქართველოში მხოლოდ ერთი თეატრალური ფესტივალი ფუნქციონირებდა, სწორედ ის რაზედაც თქვენ ბრძანეთ ახლა იმერეთში იმერეთის თეატრალური ფესტივალი სწორედ ჭიათურაში გაიხსნა 2002 წელს და ძალიან კარგი განსხვავებული ფორმის ფესტივალი იყო, იმიტომ რომ 12-ვე რეგიონი მონაწილეობდა ერთმანეთის, ესე ვთქვათ, თეატრალურ ცხოვრებაში და მოგზაურობდნენ თეატრები და ძალიან გამოცოცხლდა მაშინ მახსოვს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ძალიან გამოცოცხლდა.
აი ახლა შარშან გასულ წელს 8 თეატრალური ფესტივალი გაიმართა საქართველოში. გან არ არის ეს სასიხარულო ფაქტი. Რა თქმა უნდა, ყველა თეატრის გულშემატკივარს ეს ფაქტი ძალიან სერიოზულად გვახარებს და რაც მეტი თეატრალური ფესტივალი იქნება, რაც მეტად დაინტერესდება ჩვენი საზოგადოება საერთოდ თეატრის თემით, ეს არის რა თქმა უნდა წინ გადადგმული ნაბიჯი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის, საზოგადოების ფორმირებისთვის უპირველესად ყოვლისა, იმიტომ განათლებული საზოგადოება ჭეშმარიტად ღირსეული და ძლიერი სახელმწიფო შემოქმედი ყოველთვის ეს ვიცით. ამიტომ ჩვენ ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ გასული სეზონის განმავლობაში 2 თეატრალური ფესტივალის გრან-პრის მფლობელი გახდა ჩვენი თეატრი. ესე იგი პირველი უკვე აღნიშნე იმერეთის თეატრალური ფესტივალი და ფოთის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, სადაც გამორჩეული, ესე ვთქვათ, ჯილდო ერგო ჩვენს თეატრს. საერთოდ ამ ფესტივალზე ჯილდოები არ გაიცემა, მინდა გითხრათ, მაგრამ იმდენად აღრთოვანდა საზოგადოება და მათ შორის, რა თქმა უნდა, თეატრალური საზოგადოება სპექტაკლით გიორგი შალუტაშვილის მეთევზე 1-2, რომელიც ქუთაისის თეატრთან თანამშრომლობით კოპროდუქციის სახით შეიქმნა. და თამამად შეიძლება თქვას ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი და ნაწარმოებია, რომ მათ გადაწყვიტეს ჭიათურის თეატრის სპეციალური პრემიით თუმანიშვილის ვაშლით დაეჯილდოვებინათ და ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ აი ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდოს მფლობელები გავხდით. ძალიან მახარებს ის ფაქტი ამ ფესტივალებზე გამოვლინდა ჩვენი ახალგაზრდა მსახიობების ნიჭიერი ახალგაზრდების შესაძლებლობები და აღინიშნა რაც თავარია მათი ნამუშევრები. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო ჩვენი საყვარელი ახალგაზრდა მსახიობი გიორგი ჩაჩანიძე, რომელმაც 4 პრემია მოიპოვა ერთ სეზონის განმავლობაში. არ არის ეს პატარა საქმე, როგორც იტყვიან და განსაკუთრებით მინდა მივულოცო მას ზუსტად აი ეს წარმატებული სეზონი ამ პრემიებს შორის გამორჩეულია ზურაბ ჟვანიას სახელობის პრემია, წინანდლის პრემია და იმით არის გამორჩეული, რომ ეს არ არის მხოლოდ თეატრალურ ხელოვნებაში გაცემული პრემია. ანუ კონკურენცია იყო იმდენად დიდი, რომ ესე იგი მაშინ მონაწილეობდნენ ერთიანად მონაწილეობდნენ როგორც მხატვრები, მწერლები, სხვა სასაშემსრულებლო ხელოვნების წარმომადგენლები და აი მათ შორის მსახიობმა, ჩვენმა ახალგაზრდა მსახიობმა გაიმარჯვა, ასე ვთქვათ, საერთო კონკურსში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა იმისა, რომ აი სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება, მე ვფიქრობ, რომ ეს ფესტივალები ხელს უწყობს ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, კარს უხსნის თეატრებს სხვადასხვა ასპარეზზე და ასე შემდეგ. გეხმარებათ ეს ფესტივალი? რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან დიდი ხანი საუბრობდით ამაზე, თქვენც ალბათ გაგახსენდებათ, რომ ჩვენ წუხდით ყოველთვის, როცა ფესტივალების საშინელი სიმწირე იყო საქართველოში და ყველა შეხვედრაზე, ყველა შეკრებაზე ქონდა ამაზე საუბარი, რომ აუცილებელია დაარსდეს თეატრალური ფესტივალები დაარსდეს. მე ერთ-ერთი პირველი ფესტივალი, თბილისის საერთაშორისო ფესტივალი დაარსდა და აი ესე ვთქვათ, მხოლოდ ამ ფესტივალს შევყურებდით ყველანი და აი ხომ გეუბნებით დღეს უკვე 8 მგონი მე-9 ფესტივალიც დაარსდა, იმიტომ რომ ესე იგი ნოდარ დუმბაძის სახელობის ფესტივალი დაარსეს ოზურგეთში, ხო წარმოგიდგენთ და ესე იგი აი წლითი წლობით იზრდება ფესტივალების რაოდენობა, ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან კარგი ტენდენციაა და მე მინდა რომ ეს გაგრძელდეს აუცილებლად და ვუსურვებ ყველა თეატრის მესვეურს, რაც შეიძლება მეტი ვიფიქროთ, მეტი ვაკეთოთ და მეტი ვიშრომოთ თეატრისთვის. და ბოლოს მე მინდა გკითხოთ უახლოესი გეგმები როგორი აქვს ჩვენ თეატრს წელს 2017-ში რა გაქვთ დაგეგმილი? ძალიან საინტერესო წელი გველოდება, როგორც ვფიქრობთ და ჩანაფიქრში გვაქვს, იმიტომ რომ უკვე დაწყებულია 2 სპექტაკლზე მუშაობა. სხვა შეწეღან საუბრობდით აი ამ ახალგაზრდების თემაზე და ძალიან მნიშვნელოვანია რომ მსახიობებთან ერთად ახალგაზრდა რეჟისორებიც იქნენ თეატრში მოწვეულები, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის გქონდა გეზი აღებული, გამოცდილი ძალიან წარმატებული რეჟისორების გვერდით თეატრში ყოველთვის ვიწევდით ახალგაზრდა რეჟისორებსაც. ამჟამადაც ასე ვთქვათ, ვაგრძელებთ აი ამ ტრადიციას, პირდაპირ შემიძლია ვთქვა და 2 ახალგაზრდა რეჟისორის ნაწარმოებს უკვე ვიხილავთ მოკლე ხანში. პირველი ეს არის უკვე
თითქმის დადგმული სპექტაკლი გახლავთ, რომელიც წლის ბოლოს ჩვენ უკვე ჩავიბარეთ, როგორც იტყვიან და პრემიერა არ გვითამაშია, ძალიან ისეთი უსიამოვნო ჩვენთვის და მტკივნეული მიზეზის გამო წამყვანი მსახიობი ჩვენი თამუნა ჯაჯანაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ პრემიერა თუმცა მალე გამოჯანმრთელდება და გამოჯანმრთელებას უსურვებთ თამუნას. ყველანი უსურვებთ თამუნას მალე გამოჯანმრთელდეს და თავისი ჩვეული ხალისით შეუდგეს საყვარელ საქმიანობას. ეს გახდათ ანკა ვიზდეის პიესის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი მუდამ ერთად თათული გომართელი ესეთი ახალგაზრდა მსახიობია, ეს რეჟისორია, რომელმაც განახორციელა სპექტაკლი და ამჟამად მიმდინარეობს ასევე ახალგაზრდა რეჟისორის დათო თურქიაშვილის მიერ სპექტაკლზე მუშაობა, ძალიან საინტერესო პიესაა, მე რამდენადაც გავეცანი მას, მელოდრამა გახლავთ და სულ რაღაც მარტის მეორე ნახევარში უკვე სპექტაკლი გვექნება და გვაქვს პატარა სიურპრიზიც ამ სპექტაკლში. ძალიან საინტერესოა უკვე. გავამხელახლა და საინტერესო სიურპრიზია, რომელიც ძალიან ესიამოვნება დარწმუნებული ვარ ჩვენს მაყურებელს. და კიდევ ერთი რამ გაუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ თეატრი თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ეს არის მეგობრების ასე ვთქვათ წრე, ეს არის ის ორგანიზმი, რომელიც ვერანაირად ვერ გაძლებს, ვერ იარსებებს ერთგული მეგობრების გარეშე, თანადგომის გარეშე. ყველა მხრიდან ეს იქნება ხელისუფლება, ეს იქნება პრესა, ტელევიზია თუ ასე შემდეგ. მე გამორჩეულად მინდა აღვნიშნო ამ წლების მანძილზე ის თანადგომა, რასაც გვგრძნობდით ჩვენ ჭიათურელი მეგობრების მხრიდან, ყველა იმ ადამიანისგან, ვისაც მართლა გულწრფელად უყვარს ჩვენი თეატრი. დამერწმუნეთ ამ სიყვარულის გარეშე თეატრი ვერ იარსებებს. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეხლა თქვენი სტუმარი ვარ, სრულიად გამორჩეული მადლობა და სიყვარული მინდა გამოვხატო თითოეული თქვენთაგანის მიმართ. ვიჯექი ჩემთვის და ვფიქრობდი, როდესაც დამიძახეთ გადაცემაში, მთელი მატიანე გაქვთ შექმნილი ამ წლების განმავლობაში თეატრის ცხოვრებისა. რომ არა ეს აუდიო და ვიზუალური მასალა ჩვენს მაყურებელსაც და შთამომავლობასაც ვერ შემოუნახავდით ძალიან საინტერესო ფაქტებს და მოვლენებს, რა გზა გაიარა, რამდენად რთული იყო ყველაფერი ის, რაც თეატრს ამ წლების განმავლობაში თავისი არსებობის მანძილზე შეხვდა. და ძალიან სკრუპულოზულად, დიდი სიყვარულით, რუდუნებით გაქვთ თითეული სიუჟეტი, თითეული მასალა გადაღებული. უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს. მადლობა თქვენ ქალბატონო ნანა, ჩვენ მოვლენებს ფეხ მიუყვებოდით წლების წინ, ასე ვაგრძელებთ და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. ყველა მოვლენა, რომელიც ჩვენ ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩვენ ყოველთვის ხდება ჩვენი ყურადღების ქვეშ და ძალიან დიდი მადლობა ამ შეფასებისთვის. მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ და ესეთი თანადგომის, ერთად ყოფნის და სიყვარულის ფასად უნდა შევქმნათ ჩვენი ქალაქის დღევანდელი რეალობა, მისი ხვალინდელი დღე და ვიზრუნოთ ყველამ ერთად იმისათვის, რომ ჩვენი ცხოვრება გავხადოთ უკეთესი, ვიდრე ეს დღეს არის. უღრმესი მადლობა ყველაფრისათვის. წარმატებები მინდა გისურვოთ ქალბატონო ნანა, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. წარმატებებს უსურვებ ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრის დასს და ვიმედოვნებ, რომ წელსაც არაერთი საინტერესო პრემიერა იქნება დადგმული ჩვენ თეატრში. ჩვენ ტელემაყურებელს კი კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ იმერვიზიის ეთერში თქვენ უყურებდით გადაცემას მთავარი თემა. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრის დირექტორი ნანა წერეთელი. მე გემშვიდობებით მომავალ ოთხშაბათს.